გიორგი, როგორ ფიქრობ ხა? ადამიანის ბუნება როგორია? რა უფრო ამახსოვრდება? კრიტიკა თუ ქება? არა, კრიტიკა რა თქმა უნდა. ჩვენ კოჩიდევს, ანუ უარყოფითი ემოცია, რომ ბევრად უფრო დიდხანს რჩება ჩვენს საქმეში ვიდრე დადებითი. არა და რა კარგი იქნებოდა რა პირიქით იყოს. მეც ესე მგონია, უბრალოდ საკუთარი გამოცდილებაა. კი, ნამდვილად. ნამდვილად, იმიტომ რომ ალბათ არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ მიუღია რაღაცა კრიტიკა, ესეთი სარკასტული გამონათქვამის მსხვერპლი არ გამختარა და მეტიც ახლა შეურაცხყოფის მსხვერპლიც. კი, ეგრე არის ნამდვილად, ანუ ყველას მიუღია, ესე იგი მეც მიმიღია. მაგრამ მე რაღაცნაირად უნდა ისწავლო, როგორ უნდა გადალახო და ანუ ეს როგორ დაივიწყო? ხო, როგორ დაივიწყო. თუმცა ის შენ თქვი რომ ბევრად უფრო დიდხანს რჩებოდა, როგორც ირკვევა ეს ნეგატიური გავლენა, ნეგატიური შეფასებებისა, იმაზე უფრო ხანგრძლივად რჩება ადამიანის სხეულში, მეხსიერების სახით, ვიდრე დავუშვათ მოტეხილი ხელის შეხორცებას დრო სჭირდებოდეს. რამდენი დრო უნდა მოტეხილი ხელის შეხორცებას? ეგეთ ახლა სეგმენტს გააჩნია, მაგრამ რამოდენიმე კვირიდან, სადღაც 12 კვირა. მაგრამ ის შეხორცდება და აი ის ტრავმა შეიძლება რა წლები დარჩეს. ხა, არაერთი იგავია ამასთან დაკავშირებული, რომ თავის გატეხილი თავი კი მომირჩაო, მაგრამ ენით დაკოდილიო, აბა დაკოდილი გული არ მომირჩაო. ეხება ვიტირო. თუმცა აი აქვე გეტყვი რომ უნდა ისწავლო ამასთან გამკლავება და ეს სწავლებადია. დრო უნდა მაგას. დრო უნდა. დრო უნდა და ეს კლებებითაც დასწორდება, თუმცა მანამდე ვთქვათ რომ ეხა ნეგატიურ ესე ვთქვათ ეფექტს მომხდენად შეიძლება იყოს ნებისმიერი უწყინარი რაღაცაც კი ადამიანისთვის, რომელსაც მოისმენს სხვისგან და მით უფრო თუ ეს ოჯახის წევრია და ესეც ხელგულზე რაღაცა თქვა და ეს კიდე უფრო თუ ქვეწყობილ წინასწარ იქცა კიდე უფრო მეტად ტრავმულია ეს ხო, მოდი აი ხა სიმართლე ვთქვათ ჩავყავდე, როცა ემოციურად ბევრად მიმული ხარ ადამიანზე, ხო, აი მათად ოჯახის წევრებზე და ყველა ადამიანზე ასე შემდეგ. იმისგან, ანუ ბევრად ნაკლები ხარისხის კრიტიკაც შენთვის დიდი ემოციური სტრესია, ესე რომ ვთქვათ რა და უფრო დიდხანს მიყვება. ასია, მართლაც თითქმის ყველა შემთხვევაში, თუმცა მაინც ყველა ინდივიდია და ინდივიდუალურად აღიქავს ყენასაც და ქებასაც. დავბადიშოთ ჩვენთან სტუმარი, მისი ამბებიც მოვისმინოთ, როგორ იღებს კრიტიკასაც და ქებასაც და შემდეგ უკვე იმ კვლევის შედეგებზეც ვისაუბროთ, რომელიც ეს ერთგვარად მეცნიერება მოგვაწოდეს აი ამ ორ ფაქტორთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს გსტუმრობს მომღერალი და ტელეწამყვანი მარიამ შენგელია. პირველად სხვათა შორის. მარიამ მოგზანდი. რა კარგია რომ მოგზანდი. უნდა გაკო ეხლა მეშე. დამამახსოვრდება. ძალიან ლამაზი, ძალიან ნიჭიერი. მოდი შევთავაზებ, კარგი? დიდი მადლობა. მაშინ მე შემომთავაზებ. წყალი მთის 0% ტომატით. წყალი მთის იცხოვრეთ სრულყოფილად. მადლობა დიდი. შევთავაზებ. მადლობა გიორგი, დიდი მადლობა. აბა მარიამ, შენ რომელი უფრო გამახსოვრდება, კრიტიკა თუ ქება? თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორივე საკმაოდ დიდი დოზით ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, კრიტიკა უფრო გამახსოვრდება. ეს ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, აი აბსოლუტურად რა, თუმცა ეს ყველაფერი უკვე ცოტა ბულინგში რო გადადის, ცოტა ანუ ხო აგრესიული ენით რო გესაუბრებიან, ეგ უკვე სხვა არის. ზოგადად ჩემს შემთხვევაში ჯანსაღი კრიტიკა მგონია, რომ ეგ არის ჩემთვის უდიდესი мотиваცია. მართლა აი ყველანაირ აზრს ვითვალისწინებ, იმიტომ რომ აი ყველა ადამიანს მგონია, რომ საკუთარი აზრია ყველაფერთან დაკავშირებით და ყველას ვერ მოვეწონები ისეთი როგორიც ვარ, რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფერი ჯანსაღ გურად რა, კი, აი ფარგლებში რა და ეს გოგო ვერ მღერისო. რა მოიგონესო ეს რო წერენ? ატარებ, არ გედარდება. და აი თმები რა საშინლად ქონა დღესო? მართლაც თულად ქონა გედარდება? კი, მედარდება. აი, აქ შემთხვევაში ხო რა. კი, აქ შემთხვევაში მედარდება. აი რა კონკრეტული მაგალითი გახსენდება, რასაც მოიყვანდი, რომელმაც აი ძალიან კონკრეტული მაგალითი, ბევრი მახსენდება. კი, სამწუხაროდ ბევრი მახსენდება. და ბევრი ბავშვობისაც იყოს, რომელიც დღემდე გახსოვს. გაგაკრიტიკეს ბავშვობაში მაგალითად ან? ნუ აი კომპლექსი მქონდა მაგისი ბავშვობიდან, რომ რაღაცას უმეუბნებოდა, რომ დიდი ყურები გაქვს. და კი, და ამას ვინ გეუბნებოდა? ნუ ოჯახშიც ყოფილა სხვათა შორის ოჯახშიც და სულ მეუბნებოდა, რომ რაღაცა ამბოს მეძახდნენ სახლში და ცოტა რაღაცა ისე ვიღებდი ამ ყველაფერს და ამ კომპლექსა კიდე. მაგრამ დღეს არა მიყვარს
ჩემი ყურებიც და როგორ მოხდა ეგ? როგორ გადაატრანსფორმირე ის შეგრძნება უკვე სხვა შეგრძნებასთან? არ ვიცი, ალბათ რო გავიზარდე, ჩემი თავი შემიყვარდა და მომეწონა ეს დიდი ყურები რაც მაქვს და შენია და მორჩა. ჩემია და ვერაფერს ვერ გუზა. კი, ეგ. რა მიმღებლობა იზრდება როცა. კი. რაღაცა ასაკიც მოდის. და შენი რეაგირება როგორი? აი შევარდნილ ხარ ვიღაცისთვის პასუხი მიგიწერი ან გაგიცია პასუხი სადღაც? სხვათა შორის ძალიან ისეთი ერთი პერიოდი ყველა მიცის ეგ პერიოდი სადაც როდის რაც ვითარდებოდა? კი, რაც გამოვიარე და ასე შემდეგ, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი იგნორით მოვიგე. მართლა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომენტარს ვკითხულობდი, რაც იწერებოდა ჩემზე, არ ვიცი, აი მართლა სულ მეშინოდა, რომ რაღაცა ეს კრიტიკები რო გროვდება, სადღაც ხო არ შეიძლება გავსკდე ამ ყველაფრის შემდეგ რა. თუმცა ისე მყარად დავდექი, რაღაცა ფარი მქონდა ესე და არ ვიღებდი ჩემს თავზე, რომ თითქოს ეს ჩემს თავს არ ხდება. ეგრე გადავაგორა ეგ ყველაფერი და ბევრად უფრო გავიმარტივდა. რეალურად არ უმოქმედია შენზე ნეგატიურად. როგორ არის? დიდი მასშტაბური იყო? იყო, კი, იმიტომ რომ თავიდან, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, რაღაცნაირად სულ სახში მინდოდა ყოფნა. ხო. და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მაინც მოქმედებდა ჩემზე, იმიტომ რომ გარეთ რო გავდიოდი, მეგონა რომ ყველა მე მიყურებდა. ყველა ჩემზე რაღაცა ცოტა კრიტიკის რაღაცებს ამბობდა, ცოტა ირონიულად მიყურა. თუ რაღაცა ეგრე რა, მაგრამ მე რა ყველაფერი გადავлахე. მოკლედ, ჩვენი ფსიქოლოგები ასე ფიქრობენ და ეხლა ეს კომპლექსების წყულა არ ვახსენეთ, რომ ჩვენი კომპლექსების წყარო შეიძლება გახდეს ის პატარ-პატარა შენიშვნები, რომელსაც ერთ დროს ვიღებთ, იმიტომ რომ ეს შენიშვნები საკმაოდ დიდ ხანს ცხოვრობენ ჩვენში, შემდეგ ალბათ ტრანსფორმირდებიან ჩვენს კომპლექსებად და ესე ჩვენი ესეთი ღრმა კომპლექსები იყოს შეიძლება ვიღაცის ნათქვამი რაღაცა, რომელიც დაგჭეს, მაგრამ მეორე მხარეც აქვს თურმე ამ კრიტიკას, როგორც ირკვევა ერთგვარი კაცობრიობის გადარჩენაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, იმიტომ რომ ერთგვარი ხიფაც რაღაც საფრთხეს გაუწყებს, რის მიხედვითაც შემდეგ შენ ცვლი ალბათ შენს მოქმედებას თუ რეაგირებას, ან ხვეწავს. ზოგისთვის კრიტიკა არის ძალიან დიდი სტიმული, რომ ან დაამტკიცოს, ან უკეთესი გახდეს, ვიღაცისთვის მართლა ძალიან დამანგრეველი და დამთგუნავია. ნუ გააჩნია ალბათ ადამიანი როგორ მიიღებს ხო ამ ყველაფერს. მე ორივე გამომიცდია. გამომიცდია ისიც, რომ მე ეხლა დავამკაცრებდ, ეხლა მე ანუ მართალი იყო თუ არა ეს ყველაფერი და რაღაც მომენტში მითქე რომ არა, ეს არ არის ალბათ ჩემი საქმე და ეს არ უნდა გავაკეთო, ესეც მეფიქრია. ასაკი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც ჩვენ ვახსენეთ. კი, ჩემ შემთხვევაშიც არ ვარ დიდი, საკმაოდ პატარა ვარ ამ ყველაფრისთვის, რაც გამოვიარე, თუმცა იმდენად გავიზარდა ბოლო 1 წელში. აი მგონია რომ აი ნელ-ნელა კი არ ვიზრდები, აი რაღაც გიჟურის სწრაფით ვიზრდები და ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეხლა რომ ხვდები ესეთ სირთულეებს ცხოვრებაში, მგონია რომ მე ბევრი რაღაც უფრო გამიმარტივდება რა. ეგრე იქნება. მოთავებული იქნება. კი, რა, აი გავიარე და მორჩა, აღარ იქნება მე ეგეთი ტრაგიკული. ზოგადად ეს პრობლემაზე ფოკუსირება, ანუ კარგი ტენდენციაა, ანუ როცა რაღაც პრობლემა, და ეცადო რომ ის გადაწყვიტო რა. ხო, თუმცა არსებობს პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვერ გადაწყვიტო. ბატონო. და ესეთი რამე ხდება და ანუ ეს აი იქ უნდა იყო მიმღებლობით რა და ამ დროს უნდა გაერიდო. მარტივად რა. ხო, ხო და თუ აი ესე მიუდგები, ხო, ანუ შენი უსაფრთხოება და კომფორტი იზრდება შენ გარჩენა. იცი რას ვფიქრობდი? ეხლა იმიტომ რომ დამაჯერებლობა ჩდება მე, უკვე შენ გჯერა რასაც აკეთებს იმის. აი ეგრე ძანთავარი. როცა პატარა ხარ, ჯერ არ იცი ეს გამოგდის, არ გამოგდის, შენი არ არის და ვიღაცაც რო გეტყვი, შეიძლება ამან მართლა დაგანგრიოს და აღარც საგაჯეროს რო ეგრე არის, კი, და შეგაცვლევინოს ყველაფერი. ამიტომ ალბათ ეს უკვე შენ რო იცი რომ ეს არის ის, რაც გაბედნიერებს მინიმუმ, ხო? და ეს მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში იყოს, ახლა შენ რაც უნდა მითხრა, ამას მაინც დავტოვებ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ბედნიერების წყარო, არ ვიცი. მაგრამ ახლა როცა ამისთვის გაქებენ, კიდე ძალიან დიდი ბედნიერება და სიამოვნება, მაგრამ ნუ ქება დაგვავიწყდა ამასობაში. მართლა ქებაზე, აი, ზუსტ არ არის ეს თანაფარდობა იგივე, ნეგატიურზე უკვე ციკლებით და კარგზე არა. კარგზე არა. ხო და ეხლა მე გეტყვი, თურმე არ უნდა ჩარჩე დიდხანს ნეგატიურ შეგრძნებებში და განცდებში, იმიტომ რომ შემდეგ რაღაც თვალსაზრისით უკვე ობიექტურობასაც კარგავ. და მე შენ ავტომატურად გიქცვის ქცევას ეს დაკარგული ობიექტურობის შეგრძნება. პატიჟერს აი იმ პერიოდში როცა ძალიან ბევრი მაკრიტიკებდა, ყველაზე მეტად მახსოვს ადამიანები მით მაქებდა. აქ ინტელექტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ კვიან
მათგანი ადამიანი უფრო რეკომენდაციის სახით გაძლევს ამ კრიტიკას. კრიტიკის ფორმას, კრიტიკის ფორმას, ხო, არსებობას. ხო, და ნაკლებად განათლებული მხოლოდ აგრესიის იმაში ჭდება და ჟანრი უცვლელია. ჟანრი უცვლელია, იმიტომ რომ თვითონაც არ იცის რატო გაკრიტიკებს და ან როგორ უნდა გადაწყდეს. მაგრამ უნდა გაგაკრიტიკოს. მაგრამ უნდა გაგაკრიტიკოს, იმიტომ რომ ეგეთი. კი, არსებობა. ხო, ამიტომ აი ამ ტიპის კრიტიკაზე მე ნოლი რეაქცია მაქვს. ხო, ანუ კრიტიკა უცხო ადამიანების გამოდი და კრიტიკა ვარქვა ამ უცხო რუბრიკას ადამიანების, ესე. აბა მარიამის დამოკიდებულება როგორ? აი საერთოდ არ იცნობ და უცებ ამოხტებოდა რაღაცა მართლა ვაიგნორებ. უშნო რაღაცებს. აი მართლა ვაიგნორებ და ძალიან ბევრი მინახავს ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ და წერენ რაღაცებს, არ ვიცი, რაღაცა ჩემს შინაგან თვისებებზე და აი ესე შემდეგ რაღაცებს რომ იწერს, აი უცნობი ადამიანი, აი აბსოლუტურად მიუღებელია ყველაფერი ჩემთვის. კაი, ეხლა მაინტერესებს თქვენ როგორი ფორმა გაქვთ გაკრიტიკების საყვარელი ადამიანების შემთხვევაში. პირველ რიგში მხოლოდ იმ ადამიანებს ვაკრიტიკებ, ვისთანაც უახლოესი ურთიერთობა მაქვს და ზუსტად ვიცი უახლოეს ადამიანს როგორ უნდა ვუთხრა ისე, რომ ეს არ ეწყინოს და მიიღოს ჩემი რჩევა შემიძლია დავარქვა გაკრიტიკება არ მიყვარს ესე არავის რა. შემიძლია რჩევა მივცე რომ ესე არ უნდა გააკეთო და ესე უკეთესია. კი. რეკომენდაცია უნდა. ხო რა, გაკრიტიკება ცოტა ცუდი ფორმა. მეწყვილე პარტნიორებთან როგორი ის ქონიათ? ახლა ჟენები იმიჯო რაღაცა ირო, აი რაღაც ხო არის რაღაც ურთიერთობა, რომელშიც რაღაცა გინდა რომ პატარა გაასწორო. ხო, მათ ყველაზე ძნელი. მან ხო, მან შეიძლება გააკრიტიკო კიდეც რაღაცებში, არ ვიცი, ხო? ნუ ნორმალში რა, ამის პარტი. ეხლა მე გეტყვით კლევის ამბავს, აი ამ წყვილებთან დაკავშირებულს. ესე იგი, თურმე ესეთი საინტერესო რაღაც გამოიკვეთა, რომ პირველი 2 წლიანი თანაცხოვრების შემთხვევაში წყვილის იმის მიხედვით თუ რა სიხშირით ეუბნებიან ერთმანეთს ნეგატიურ რაღაც შეფასებებს, კრიტიკულ ჩანართებს, ამის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს ეს წყვილი დარჩება თუ არა ერთად. აი მე რა საინტერესო. მოკლედ მომწონს წყვილში ჩხუბი ნებისმიერ საკითხში შეიძლება წარმოიჭრას, მაგრამ ფორმას გააჩნია როგორ ჩანს, როგორ ეტყვი მეწყვილეს. ხო, კიდე ერთი ესეთი ფაქტორია, რომ ყველაზე მეტი ნეგატივი მოდის, ანუ სოციქსელებში აბსოლუტურად ჩვენთვის უცნობი ადამიანები. ხო, ადამიანები. როდესაც წარმოდგენა არ აქვს ჩვენ ვივართ. ანუ ასე შემდეგ. მე მგონი მათ ხარჯავენ რაღაც თავიანთ ნეგატიურ დარწმუნებული ვარ. აი ესე რომ იჯდეს, ესე სახეში ვერ გეტყვის იმას, ვისაც წერს. ხო, ეგეთი მაგალითებიც რა თქმა უნდა ვერ გეტყვი და ეს რაღაც ბარიერი ჩახსნილია და მიხარჯება მე ესე ხედავ. ესე იგი ჩვენი პარამეტრებით და ჩვენი მოცემულობით ხელმძღვანელობთ, მაგრამ აი ესეთი წარმოვიდგინე რა ხდება სოფლიო მასშტაბის წარმოუდგენლად დაკავშირებით დარწმუნებულია. მე და მათ ყოფნით რომ ამ ყველაფერს გაეცნო. ალბათ არა, ხო. თუმცა ბილი აილიშის შემთხვევა ესეთია, რომ საერთოდ არ ეცნობა ამ კომენტარებს, საერთოდ არ ადარდებს ეს ამბავი და თქვა ესეთი რამ, რომ რაც უფრო კარგ რამეს აკეთებო, მით უფრო მეტად ზულხარ ადამიანს. კი. ამიტომ ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო, რას ფიქრობ, თვითონ ხა ტიპაჟურადაც ეს რაღაცნაირი გოგოა. თავისთვის არის რა, აი თავისთვის აკეთებს მუსიკას თავის საძინებელში. თავისი ჩაცმულობა აქვს, სულიად მოჩაჩული. თუმცა როგორც იყო ალბათ მის ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც ძალიან უმწარებდა ცხოვრებას ეს კრიტიკა. აი ჩვენ ბევრჯერ ვთქვით ჩვენ დაუნებურად და ეს კვლევაც ამას ადასტურებს, რომ თურმე რაღაც დროსთან ერთად ადამიანი უკვე აღარ ხედავს იმ ნეგატიურ რაღაცებს უფრო ინტენსიურად, როგორც მანამდე იყო და ჩვენი საუბარის 90%-ის ნეგატიურ კონტექსტში ქონდა. თუ არ გავსდივართ, თურმე ადამიანი ჯუაღნის ასაკში რომ მიდის უკვე უფრო მეტად ხედავს სიკეთეებს და კარგ მხარეებს, ვიდრე ნეგატიურებს. ხო, თუმცა ერთი ხრიკი ის არის, რომ არსებობს ადამიანები, ვისაც არ აკრიტიკებენ რა და შენ არ ხარ ის გამორჩეული, რომელსაც ანუ აი კრიტიკა არ უნდა შეგეხო. ეხლა მოგიყვებით საინტერესო ინიციატივაზე, რომელიც გაჩნდა სამხრეთ კორეაში და გაჩნდა ეს სტუდენტებისთვის უნივერსიტეტი ასეთი წინადადებით წამოვიდა და უკვე გაჩნდა რამდენიმე უნივერსიტეტი ასეთი, რომლებიც სტუდენტებს არ იღებენ იმ შემთხვევაში, თუ კი მათ სასკოლო პერიოდში ჰქონდათ გარკვეულწილად ბულინგის ან აგრესიის ჩანართები თავიანთ ცხოვრების ეტაპზე. მოკლედ, რამდენიმე უნივერსიტეტი არის ასეთი და ისინი ამბობენ, რომ 2026 წლისთვის თითქმის ყველა უნივერსიტეტს გადაიყვანთ ამ ესე ვთქვათ ფორმატზე. ძალიან ჭკვიანო. ძალიან ბევრი რამის გამოსწორება არის. ანუ წარმოიდგინე არა მეგობრული აგრესიულ ადამიანს ეძლევა საშუალება იმ საუნივერსიტეტო განათლებით,
რომ დაიწყოს მე რაღაც კომპანიაში და ის მთელი ცხოვრება იმას გააკეთებს. ხო, საერთაშორისო დონეზე წესრიგია, ანუ თუ გინდა რომ შენ რაღაცა ძალიან ისეთი ვიწრო და მაღალ სოციუმში მოხვდე, იქ პიროვნულ თვისებებს აქცევენ მარტო ყურადღებას, იმიტომ რომ შენს საქმეში ისედაც ძალიან კარგი უნდა იყო, იმიტომ რომ იქ ვერც მოხვდები რა. და ახლა როდესაც რეკომენდაციას ვიღაცა გიწევს, ანუ აქცევენ მხოლოდ შენ პიროვნულ თვისებებზე ყურადღებას, რომ ხო, ესე მუშაობს სწორად ეს სისტემა. მოკეთ, მაინც ვერ დავიმახსოვრეთ საქებარი ვერაფერი დღეს ჩვენი საუბრიდან. არა, რა არის, მაგრამ მართლა შეიძლება იყოს 100 კომენტარი, 99 იყოს დიდებული. და ერთი. და ის ერთი შანსი და წამლავს ყველაფერს. კი. ეგრეა. ოკეი. ეგრე და მაგიტომაც წერენ. ხო და ძალიან კაი წერონ და იკითხო რა ვქნათ ახლა. ჩვენ უკვე გავდავწდით რაღაც ასაკს და მხოლოდ სიკეთე და კარგი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვს კიდევაც. ну, ყოველ შემთხვევაში მეცნიერები გეუბნები, რომ ეს 100-ია და ჩვენ ჯერა მეცნიერების. მარია, დიდი მადლობა რომ მოყვედი. მადლობა. მინდა სულ იღიმოდე, სულ კარგს ისმენდე შენზე და კრიტიკა ცოტა თუნდაც გვზის და იყოს ცოტა. ესეც წილობრივად 10% იყოს, საჭიროა. მივიღებთ ჯანსაღი და ესეთ ფორმა შერჩეული. დიდი მადლობა წინასწარ.